წელს საქართველო არის ევროპის ენერგო გაერთიანების თავმჯდომარე ქვეყანა. რას ნიშნავს ეს და საქმეში რაში ვლინდება ეს სტატუსი? ნამდვილად, წელს საქართველო გახდა ენერგეტიკული გაერთიანების მინისტრთა საბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა. ეს იმას გულისხმობს, რომ საქართველო თავმჯდომარეობს მინისტრთა საბჭოს შეხვედრებს, ასევე მას ეთქმის გარკვეული სიტყვა, როდესაც დგება დღის წესრიგი მინისტერიალის შეხვედრისა და ამავდროულად სხვადასხვა ყოველდღიურ ურთიერთობაში სამდივნოსთანაც ვლინდება გარკვეული დამატებითი ვალდებულებები. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია არის განსაკუთრებით იმ კუთხით, რომ საქართველო პირველად არის წელს ამ ფუნქციის მატარებელი და ემთხვევა იმას, რომ წელს ენერგეტიკულ გაერთიანებას 20 წელი უსრულდება და საკმაოდ სიმბოლურად აღვიქვამთ და მნიშვნელოვანი მოვლენა არის ჩვენთვის. მინისტერიალისთვის მზადება თუ არის დაწყებული და თუ არის გადაწყვეტილება, სად გაიმართება, ესე ვთქვათ, ეს მინისტერიალი? ბოლო წლების განმავლობაში მინისტერიალი ყოველწლიურად იმართება ვენაში, დეკემბერში, შესაბამისად ადგილი უცვლელია, თუმცა არაფორმალური მინისტერიალიც ასევე იმართება წელიწადში ერთხელ, რომელიც ხშირ შემთხვევაში ბოლო წლების განმავლობაში იმართება პრეზიდენტ ქვეყანაში. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ წლევანდელი წელი ემთხვევა ამ 20 წლის თავს ენერგეტიკული გაერთიანების შექმნიდან, სპეციალური აღსანიშნავი ღონისძიება იმართება ათენში და მინისტერიალიც ასევე გაიმართება ათენში. ათენში იმიტომ, რომ ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებას სწორედ ათენში მოეწერა ხელი. არაფორმალური მინისტერიალი საქართველოში, ანუ ეს ჯერ არ ვიცით რომ გაიმართება თუ არ გაიმართება. ათენში გაიმართება წელს ივნისში. ათენში გაიმართება და ეს არ იქნება. ძალიან დიდი მადლობა დაკონკრეტებისთვის. ახლა გადავიდეთ მთავარ თემაზე. სად ვართ, ესე ვთქვათ, აი ამ ენერგეტიკულ გაერთიანებასთან და მის წესებთან ჰარმონიზების ნაწილში. რა შეგვიძლია რომ ვთქვათ დღეს? ზოგადად საქართველოს ძალიან ბევრი ვალდებულება აქვს აღებული, როგორც ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელ მხარეს, ეს არ არის მარტო ელექტროენერგეტიკის თუ ბუნებრივი გაზის სექტორში, ეს არის ასევე თუნდაც გარემოს დაცვის მიმართულებით, ასევე არის იგივე ნავთობთან დაკავშირებული გარკვეული ვალდებულებები. საქართველოს აქვს როგორც პროგრესი ძალიან ბევრ საკითხთან მიმართებაში, ასევე არსებობს რა თქმა უნდა გარკვეული ჩამორჩენებით, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ ძალიან დეტალურად საუბრობთ ხოლმე ჩვენს ყოველწლიურ ანგარიშში. მაგალითად, ერთ-ერთი პროგრესი, რაც შეგვიძლია აღვნიშნოთ, გარკვეულწილად არის გადამცემის სისტემის ოპერატორების განცალკევებასთან დაკავშირებით. ამ მხრივ პროგრესი არის იმ კუთხით, რომ მიღებული იქნა კანონი, რომელიც აუცილებელი წინაპირობა იყო იმისთვის, რომ განცალკევება განხორციელებული იყო, თუმცა ამავდროულად საკანონმდებლო ცვლილებები ბოლომდე არ არის დასრულებული, აუცილებელი არის კიდევ გარკვეული ცვლილებების შეტანა კანონქვემდებარე აქტებში და ამას ველოდებით იმისთვის, რომ შემდგომში უკვე საქართველოს შეძლოს სრულფასოვნად განცალკევება. როგორი ტემპითაც ვთქვათ საქართველო მიყვება აი ამ აღსრულების თუ ჰარმონიზების ესე ვთქვათ ნაწილს დამაკმაყოფილებელი არის ამ ეტაპზე თქვენ როგორ აფასებთ ამას ჯამში? ზოგადად რა თქმა უნდა ვისურვებდით რომ ყველა ვალდებულება დროულად სრულდებოდეს მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტიანად, მაგრამ რეალობა გვაქვს ის რომ ასე არც ერთ ქვეყანაში არ ხდება. ევროპულმა ქვეყნებმა დაიწყეს თავიანთი რეფორმები ენერგეტიკის სექტორში ჯერ კიდევ 90-იან წლებში და მოვიდნენ დღემდე ამდენი წლის განმავლობაში ნელ-ნელა ახერხებდნენ ამ რეფორმების განხორციელებას. ჩვენ შემთხვევაში ძალიან მჭიდროვადები გქონდა იმისთვის რომ შეგვესრულებინა ჩვენი ვალდებულებები და კიდევ ერთხელ ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება ენერგეტიკული გაერთიანების სხვა წევრ ქვეყნებთანაც არის ანალოგიური დამოკიდებულება. ყველას აქვს ჩამორჩენა, ყველას აქვს გარკვეულ მიმართულებაში პროგრესი და ეს არის რეალობა, რასთანაც გვიწევს მუშაობა. თქვათ, აი რა ტიპის ეგრეთ წოდებული ბოთლნექები არსებობს ხოლმე და ჩნდება აი ამ ჰარმონიზების პროცესში?
ზოგადად რასაც ხვდებით ბევრ ქვეყანაში არის ის, რომ ენერგეტიკული კანონმდებლობა არის ძალიან სპეციფიკური, ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის და ამიტომ რთულდება ხოლმე მისი ტრანსპოზიციის პროცესი. ვინაიდან საჭირო არის ძალიან ბევრ სტეიქჰოლდერთან, ანუ დაინტერესებულ პირთან მუშაობა, აუცილებელია რომ პარლამენტის წევრებს, ვინც შემდგომში ხმა უნდა მისცეს კანონებს, ძალიან დეტალურად აეხსნათ თითოეული ნორმის მნიშვნელობა და ხშირ შემთხვევაში ეს არის ერთ-ერთი გამოწვევი მიზეზი, რატომაც გვიანდება რეფორმები. კონკრეტულად საქართველოს შემთხვევაში რომ იმსჯელოთ, ანუ რაღაც პოლიტიკური ნების ნაკლებობასთან უფრო გვაქვს საქმე, თუ თქვათ იმასთან უფრო გვაქვს საქმე, რომ ბაზარი შესაძლოა არ იყოს მზად ამ რეფორმებისთვის. მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკური ნების ნაკლებობა ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არის, იმიტომ რომ ფაქტია, რომ საქართველოს ბევრ მიმართულებაში აქვს პროგრესი. იგივე თუნდაც წეგან განცალკევება რომ ვახსენე, ამ მიმართულებითაც ხედავთ, რომ პოლიტიკური ნება არის, მზად იყო სახელმწიფო, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განეხორციელებინა. თუმცა ამის მიუხედავად, ბაზრის შემთხვევაში ვფიქრობ, ძალიან დიდი გამოწვევა მოდიოდა კერძო სექტორის მხრიდანაც, რომელიც მზად არ იყო იმისთვის, რომ რაიმე შეეცვალა იმ ბაზარში, რომელშიც ამჟამად საქმიანობდა. ასე რომ მგონია, რომ უფრო სტეიქჰოლდერებიდან მოდის ზოგ შემთხვევაში გარკვეული გამოწვევები, რომლებიც რეფორმების განხორციელებას უკავშირდება. პროცესი როგორ არის, ესე ვთქვათ, ენერგოგაერთიანებასთან მოლაპარაკებების და ეს სამუშაო პროცესი როგორ დგება, ვთქვათ, რამდენად აქვს თავისუფლება ქვეყანას, მათ შორის კერძო სექტორის ჩართულობითაც, რომ ის ვალდებულებები და იმ წონით თუ დოზით აიღოს, რის შესრულებასაც ის გეგმის მიხედვით გაწერდა. რამდენად არსებობს ეს თავისუფლება აი ამ მოლაპარაკებების პროცესში? თავისუფლება ამ ეტაპზე ნაკლებად არსებობს, როდესაც საქართველო გახდა ენერგეტიკული გაერთიანების წევრი, ხელშეკრულებას ხელი მოიწერა შესაბამის ოქმს 2016 წელს და მისი რატიფიცირება მოხდა 2017-ში. აი სანამ ხელი მოიწერებოდა, ზუსტად მაშინ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ენერგეტიკულ გაერთიანებასთან და ვფიქრობ, მაშინ საქართველოს საკმაოდ წარმატებით შეასრულა ეს პროცესი, იმიტომ რომ საკმაოდ ბევრი გამონაკლისიც მიიღო სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, რაც იმას უკავშირდებოდა, რომ იგი არის იზოლირებული ქვეყანა, ანუ არ არის ფიზიკურად დაკავშირებული ევროპის თუ ენერგეტიკული გაერთიანების წევრი რომელიმე ქვეყნის სისტემასთან. თქვენ ახსენეთ ჩამორჩენები. რამდენიმე ანგარიშში უფრო მკაცრი სიტყვაც გვაქვს წაკითხული, ხო? მაგალითად იგივე დარღვევები. რა განსხვავება არის ამათ შორის და საქართველოს შემთხვევაში რას უფრო მეტად ვაწყდებით, ესე ვთქვათ, ჩამორჩენებს თუ დარღვევებს? დარღვევა არის სამართლებრივი ტერმინი არის, სპეციალური დარღვევის პროცედურა უნდა დაიწყოს ენერგეტიკული გაერთიანების მიერ, შესწავლილი უნდა იქნას, აქვს თუ არა ქვეყანას ჩამორჩენა, რას აკეთებს იმისთვის, რომ ამ დარღვეული ვალდებულებების შესრულება უზრუნველყოფს და თუ დაადგენს, რომ მართლაც არის დარღვევა, ეს სამართლებრივი პროცესი არის განსხვავება ჩამორჩენისგან, რომელიც რა თქმა უნდა ყოველდღიური ტერმინი არის და გულისხმობს, რომ ქვეყანა დროულად არასრულებს თავის ვალდებულებებს. რაზეა ხოლმე თვითონ პროგრესის ჩათვლა დამოკიდებული, სალომე? ვფიქრობ, საკმაოდ მარტივი არის შეფასება იმ კუთხით, რომ გვაქვს ვალდებულებები, რომლებიც ვიცით, რომ უნდა შესრულდეს და ამ ვალდებულებებთან მიმართებით ვაფასებთ, რა გააკეთა ქვეყანამ იმისთვის, რომ ეს ვალდებულება შეესრულებინა. მიიღო თუ არა შესაბამისი კანონმდებლობა, მარტო მიღება, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის, მისი აღსრულებაც არის ძალიან მნიშვნელოვანი პრაქტიკაში. და ამ პროცესში, რა თქმა უნდა, ჩვენ თანამშრომლობთ სამინისტროებთან, მარეგულირებელთან და შესაბამისად ერთობლივად ვსწავლობთ, სად გვაქვს რეალური ჩამორჩენა, სად ცდილობს ქვეყანა, რომ მაქსიმალურად სწრაფად აღმოფხრას ესა თუ ის ჩამორჩენა და ესეთი პროცესი არის. ენერგეტიკული ბირჟა, ვთქვათ, სად მოხდებოდა აი ამ ჩვენი საუბრის განმავლობაში, ესე ვთქვათ, რა განმარტებებით გავაკეთეთ მოკლედ მაყურებლისთვის? ელექტროენერგეტიკის ბირჟასთან დაკავშირებით მოგეხსენებათ, რომ გახსნილი არ არის, თუმცა დარღვევა
მიღება ამასთან დაკავშირებით ადგენილი არ არის და მეტიც საქმეც არ არის ჯერჯერობით დაწყებული. ზოგადად ენერგეტიკული გაერთიანების მთავარი მიზანი არის, რომ ქვეყნებს დაეხმაროს იმაში, რომ მათ შეასრულონ ის ვალდებულებები, რაც მათ აიღეს. ამ ვალდებულებების აღება არ კეთდება მარტო ფორმალობისთვის, იმიტომ რომ რაღაცა უნდა შევასრულოთ, უბრალოდ შესრულებისთვის და უნდა რეალურ შედეგებს არ დაველოდოთ, რაც გამოიწვევს ეს ქვეყნისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ როგორც წესი თავს ვიკავებთ ესეთი სადამსჯელო მიდგომებისგან. ჩვენი პრიორიტეტი არის, რომ ვიმუშაოთ ქვეყანასთან, ვნახოთ მათ რეალურად რა გამოწვევები აქვთ, სად სჭირდებათ დახმარება. ჩვენი მხრივ გვაქვს საკმაოდ დიდი ექსპერტიზა, ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოში მუშაობს ძალიან ბევრი ადამიანი, სხვადასხვა ეროვნების, ძალიან მდიდარი გამოცდილების და შესაბამისად გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყნებს შევთავაზოთ ჩვენი ექსპერტული გამოცდილება და დავეხმაროთ მათ თავიანთი გამოწვევების გადაჭრაში. ენერგეტიკული ბირჟა არის ის შემთხვევა, როდესაც მისი გახსნა გადავადდა 7 ჯერ. ანუ ნორმალურია ეს პროცესი? ზოგადად 7 გადადება, რა თქმა უნდა, კარგი არ არის. ეს ძალიან უარყოფითად მოქმედებს ინვესტორების ინტერესზე, რომლებიც უყურებენ ქვეყანაში არსებულ კანონმდებლობას, მათ მიმართ აქვთ გარკვეული კანონიერი ნდობა, ელოდებიან, რომ ამ კონკრეტულ დადგენილ თარიღში რაღაცა უნდა შეიცვალოს და როდესაც შემდგომში ეს იცვლება, რა თქმა უნდა, ეს უარყოფითად მოქმედებს ინვესტორებზე, რომ აღარ ვისაუბროთ იმ ვალდებულებებზე, რომლებიც გამომდინარეობს ენერგეტიკული გაერთიანების წევრობიდან. ამჯერად არის 2 წლით გადავადებული, ხომ? აი სულ უახლესი გადაწყვეტილების შესაბამისად. ადეკვატური არის ეს გადავადების ვადა თვითონ? ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2 წელი არის ძალიან ბევრი. გამომდინარე იქიდან, რომ გადადების ძირითადი მიზეზი იყო გარკვეული გამოწვევები, რომლებიც უკავშირდება იმ ახალი მოდელის ამოქმედებას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უფრო ნაკლებ ვადაშიც არის სრულიად შესაძლებელი, რომ შევისწავლოთ კონკრეტულად რა გამოწვევები არის, რამდენად მატერიალიზებადი არის ის რისკები, რის იდენტიფიცირებასაც ახდენს სამინისტრო თუ სხვადასხვა სტეიქჰოლდერები და შემდგომში აი თუ მართლაც რეალური რისკები არსებობს, ამ რისკებისთვის შევიმუშაოთ გადაწყვეტები. ვფიქრობთ, რომ ეს შესაძლებელი იყო, რომ ნაკლებ დროშიც განხორციელებული იყო. ჩვენი რეკომენდაცია იყო, რომ ეს ვადა შეგვემცირებინა და შესაბამისად ვისურვებდით, რომ უფრო ნაკლები ვადით ყოფილიყო გადადებული. თუმცა რამდენად ჩნდება, ესე ვთქვათ, აი 7 ჯერ გადავადების კვალობაზე, რამდენად ჩნდება ისეთი საკითხები, რომლებიც ახალი საკითხებია და რაღაც დამატებით შესწავლას საჭიროებს, ხო? მე რასაც ვუყურებ ამ პროცესს, ხო? ძირითადად არის, რომ იმპორტის საკითხები არის და უბალანსობის საკითხები არის. ეს არის ძირითადი საკითხები, რაც კერძო სექტორიდან მოდის, როგორც ესე ვთქვათ, და ეს საკითხები, ახალი საკითხები არც ჩვენთვის, არც ბაზრისთვის, მით უმეტეს არც ენერგოგაერთიანებისთვის და არც სახელმწიფოსთვის ამ შემთხვევაში ახალი არ არის. აი, რატომ ვერ დგება პროგრესი აი ამ მიმართულებით? ანუ ეს თავად ეს გადავადების პროცესები რამდენად ეფექტიანია? ბუნებრივად ჩნდება ეს კითხვა, ხო? ვფიქრობ, რომ გადავადებისას, რაც დრო გვეძლება, მისი გამოყენება ეფექტიანად არის აუცილებელი იმისთვის, რომ შემდგომი გახსნის თარიღი, როდესაც მოვა, უკვე მზად ვიყოთ და ის მიზნები რეალურად მიღწეული გქონდეს, რის გამოც გადაიდო ბაზრის გახსნა. ჩვენ ჯერ კიდევ შარშან შევთანხმდით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, რომ შევქმნით სპეციალურ სამუშაო ჯგუფს, რომელიც შეისწავლიდა რა გამოწვევები იყო ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით. ზუსტად აი თქვენ რა კითხვაც დასვით, რომ ერთი და იგივე თემები მეორდება და რატომ არ ხდება გადაჭრის მოფიქრება. ზუსტად ჩვენი კითხვაც ეს იყო, რომ მოდი რეალურად შევაფასოთ, მართლა არის ის რისკები, რის იდენტიფიცირებასაც ახდენენ სხვადასხვა სტეიქჰოლდერები და ჩართული პირები. თუ უბრალოდ ეს არის, რაზეც ხშირად აპელირებენ, თუმცა ამას შეიძლება საფუძველი სულაც არ ჰქონდეს. ჩვენ შევქმნით ეს სამუშაო ჯგუფი ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს. თავიდან გეგმა იყო, რომ
ძალიან აქტიურად უნდა გვემუშავა ეს პერიოდი და წესით ეხლა ზუსტად 1 ივლისამდე უნდა უზრუნველყო იმ გამოწვევების გადაჭრის გზების მოფიქრება, რასაც დაადგენდა ეს სამუშაო ჯგუფი. თავის მხრივ სამინისტრომ საკმაოდ დიდი სამუშაო გასწია, მან ჩართო სპეციალური მიმართულების ხალხი ამ პროცესში. ისინი ზუსტად ამაზე მუშაობდნენ, რომ იდენტიფიცირება გაეკეთებინათ სხვადასხვა გარემოებების. როგორც გითხარით, სამწუხაროდ არ მოხერხდა ამ ჯგუფის აქტიურად მუშაობა, თუმცა ჩვენ გვქონდა ერთი შეხვედრა წელს, რომლის ფარგლებშიც მოგვეწოდა გარკვეული ინფორმაცია, რა გამოწვევები დაინახა ამ ჯგუფმა. ძირითადად ეს გამოწვევები იგივეა, რაც თქვენ ახსენეთ, ასევე დაუშვათ ენგურთან დაკავშირებული საკითხები, აფხაზეთის მომარაგების საკითხები და ჩვენ შევთანხმდით, რომ უკვე ძალიან მალე ეს 2 წელი ისევ ტყუილად რომ არ გავიდეს, დავიწყებთ ერთობლივ მუშაობას იმაზე, რომ პირველ რიგში დავადგინოთ აი ეს იდენტიფიცირებული გარემოებები, რამდენად არის რეალურად რისკის მატარებელი, ხომ არ გრძნობს რომელიმე მონაწილე მხარე, რომ უსაფუძვლოდ ხომ არ ფიქრობს, რომ ეს მას გარკვეულ რისკებს შეუქმნის, ან უფრო დიდ რისკს ხედავს, ვიდრე ეს რეალურად არის და შემდგომში ჩვენი მიზანი არის, რომ დავეხმაროთ სამინისტროს, სემეკს, სხვადასხვა მონაწილე მხარეებს, რომ აი გადაწყვეტა მოვიფიქროთ ამ რეალური რისკები. ამ გადმოსახედიდან ესე ვთქვათ, რა არის მთავარი შემაფერხებელი? აი თქვენ თქვით მაგალითად, რომ სამწუხაროდ ვერ მოხერხდა აქტიური მუშაობა სპეციალურად ამ საქმისთვის გამოყოფილ სამუშაო ჯგუფთან. ანუ რა არის აი ეს ხელშემშლელი ფაქტორები, რომლებიც დღის წესრიგში დგება, რომ თქვათ ეფექტიანად არ იყოს ის დრო, რაღაც ვადები, გონივრული ვადები, რაც წინასწარ არის გაწერილი? ამ შემთხვევაში ჩემთვის რამდენადაც არის ცნობილი, სამინისტრო იმ ძირითადი ჯგუფის ფარგლებში ინდივიდუალურ შეხვედრებს ატარებდა ძირითად სტეიქჰოლდერებთან, როგორიც არის მაგალითად გადამცემის სისტემის ოპერატორი, ბაზრის ოპერატორი, ესკო, სემეკი და მათთან ორმხრივი შეხვედრების ფარგლებში ცდილობდა, რომ თითოეულ მათგანთან დიალოგის პროცესში გაერკვია, ვინ რა გამოწვევებს ხედავს. და ამ პროცესში ბოდიში რომ გაწყვეტინებ სალომე, თავად ენერგოგაერთიანების წარმომადგენელი ჩართულია თუ არ არის ჩართული? ამ პროცესში, ამ ორმხრივი შეხვედრების პროცესში სამწუხაროდ ჩვენ არ ვიყავით ჩართულები, თუმცა გქონდა ინფორმაცია სამინისტროსგან, მუდმივად ვიღებდით იმის თაობაზე, თუ რა ტიპის სამუშაოებს ახორციელებდა ამ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში შესაბამისი პირები, რაც საქმიანობდნენ სამინისტროს მხრიდან და ჩვენი მხრიდან, როგორც მოგახსენეთ, მხოლოდ ერთი შეხვედრა მოესწრო წელს და შესაბამისად იმედი გვაქვს, რომ უკვე ძალიან მალე დავიწყებთ ცოტა უფრო განსხვავებულ ფორმატში და ბევრად უფრო აქტიურად თანამშრომლობას. ანუ, როდესაც ენერგეტიკის საქმეებს ეხება, ესე ვთქვათ, თემა, თქვენ ყავთ აი კონკრეტული საკონტაქტო პირი, ვთქვათ, ვისაც ეკონტაქტებით ეკონომიკის სამინისტროში. კომუნიკაციის პრობლემა ნამდვილად არ გვაქვს სამინისტროსთან, ყოველდღიურ კონტაქტზე ვართ მასთან, ყველა შესაბამის პასუხისმგებელ პირთან, ანუ ამასთან დაკავშირებით გამოწვევა ნამდვილად. ხო, ანუ ის ფაქტი, რომ ხშირად ისმის ხოლმე, რომ აი ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმება, ესე ვთქვათ, პრობლემაა საქართველოსთვის, რომლისთვისაც ენერგეტიკა, ესე ვთქვათ, რაღაც განვითარების ნაწილია, ამას თქვენ ასე ვერ გრძნობთ, ხო? ანუ ეს რაღაცნაირად ხშირად მესმის ხოლმე ეს კომენტარი სხვადასხვა პირებისგან, მე ვთვლი, რომ ეს არის სრულიად სახელმწიფოს გადასაწყვეტი, როგორ დაარეგულირებს ენერგეტიკის საკითხს, რა თქმა უნდა, დამოუკიდებელი მარეგულირებელი უნდა ყავდეს ქვეყანას, ეს ვალდებულება არსებობს და გამომდინარეობს ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობიდან და ეს ვალდებულება არის შესრულებული, რაც შეეხება უშუალოდ მთავრობის მხარეს და პოლიტიკის შექმნის მხარეს, ეს არის სრულიად სახელმწიფოს პრეროგატივა, რომ და საქმეს ხელს უშლის თუ არა თქვენთან ურთიერთობაში, ხო, ეს არის ჩემი კითხვა თქვენთან ცხადია. მე ნამდვილად არ შემიმჩნევია რაიმე სახის გამოწვევა, როგორც გითხარით, ძალიან ეფექტიანი კომუნიკაცია გვაქვს, ძალიან კომპეტენტური პირები მუშაობენ იმ საკითხებზე, რომლებიც ენერგეტიკულ გაერთიანებას შეეხება და ამ მხრივ გამოწვევა ნამდვილად არ გვაქვს. ერთი ციტატა მინდა წაგიკითხოთ, ესე ვთქვათ,
ბიზნესის ნაწილის მოსაზრება არის, კონკრეტულად ლევან ვეფხვაძის მოსაზრება არის ეს. ბირჟის გახსნა უნდა იყოს მიბმული ევროპასთან პირდაპირ ენერგეტიკულ ბმასთან. თუ ჩვენ ელექტროკაბელს გავაკეთებთ და ვიქნებით ბმაში და ეს იქნება ძალიან ლოგიკური, რომ დაწყვილდეს ბაზრები და ვიყოთ მიბმული ევროპულ ბაზარზე. ხო, ეს მთლად 2 წელს არ გავს, ხო? ანუ ეს ეხლა უკვე მართლა არც მოკლევადიანი და არც საშუალოვადიანი გათვლა არ არის, ეს არის ძალიან გრძელვადიანი პერსპექტივა, ხო? კი ბატონო, ზოგადად მეწეღან აღვნიშნე, რომ როდესაც საქართველო გახდა ენერგეტიკული გაერთიანების წევრი ქვეყანა, მას ჰქონდა ძალიან ინტენსიური მოლაპარაკებები ენერგეტიკულ გაერთიანებასთან და ზუსტად იმიტომ, რომ ის იზოლირებული ქვეყანაა, მას აქვს საკმაოდ ბევრი გამონაკლისი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამონაკლისი არის, რომ ბაზართან დაკავშირებულ მოთხოვნებს ჩვენ არ ვავრცელებთ ტრანსსასაზღვრო ურთიერთობებზე. ანუ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ იმის ვალდებულება გვაქვს, რომ შიდა ბაზარზე აღვასრულოთ ევროპული კანონმდებლობიდან გამომდინარე საკითხი. ის გამოწვევები, რაც ისმის მაგალითად, არ ვიცი, აზერბაიჯანთან მიმართებით ან მეზობლებთან მიმართებით, ეს დაფარულია, ასე გამოდის, სწორად გავიგეთ? როგორც წესი რეგულირდება სისტემის ოპერატორებს შორის, რამდენადაც ჩემთვის ცნობილი არის სისტემის ოპერატორი სახელმწიფო ელექტროსისტემა უკვე დიდი ხანია რაც აქტიურად მუშაობს ყველა მეზობელი ქვეყნის სისტემის ოპერატორთან იმისთვის რომ მათ მოამზადონ შესაბამისი ახალი ხელშეკრულებები რომლებიც უკვე თავსებადი იქნება ახალ ბაზართან ანუ ამაზე მუშაობა გუშინ არ დაწყებულა უკვე დიდი ხანია რაც მიმდინარეობს და როგორც ჩემთვის ცნობილი არის საჭირო არის ბაზრის გახსნა იმისთვის რომ შემდგომი ნაბიჯები გადაიდგას და უკვე შეძლონ ახალ ხელშეკრულებებზე ხელის მოწერა. რაც შეეხება ბაზრის სიკეთეებს, რასაც მოგვიტანს ჩვენ გახსნილი ბაზარი, ამით პირველ რიგში ძალიან დიდ სარგებელს მიიღებს ჩვეულებრივი მომხმარებელი საქართველოში. ერთი ძალიან კარგი მაგალითი, რაც უკვე მოგვიტანა ბაზრის გახსნამ და პირველი სიკეთე, რაც უკვე ვიგემეთ მომხმარებლებმა, მომხმარებელთა გარკვეულმა ნაწილმა, ეს არის ის, რომ გაჩნდა ბაზარზე თავისუფალი მიმწოდებელი, რომელიც ემსახურება არასაყოფაცხოვრებელ მომხმარებლებს. სანამ ჩვენ რეფორმების განხორციელებას დავიწყებდით, იქამდე ყველას გვემსახურებოდა თელასი და ენერგოპრო. არანაირი არჩევანი უშუალოდ ელექტროენერგიის ყიდვასთან დაკავშირებით არ ჰქონდა. ვის ქსელთანაც ვიყავით მიერთებულები, მისგან ყიდულობდით ელექტროენერგიას. გამომდინარე იქიდან, რომ აი გაიმიჯნა ეს საქმიანობები, ენერგიის გაყიდვის საქმიანობა და ქსელური საქმიანობა, დღეს უკვე გაჩნდა იმის შესაძლებლობა, რომ ბაზარი იყოს კონკურენტული და მომხმარებლებს ჰქონდეს საშუალება, რომ თავად ავირჩიოთ ის მიმწოდებელი, რომელიც შემოგთავაზებს საუკეთესო ფასს თუ სხვა საუკეთესო პირობებს. და როგორც უკვე აღვნიშნე, უკვე საქართველოში ერთი ასეთი მიმწოდებელი არსებობს და ფუნქციონირებს და ბაზარი როდესაც გაიხსნება, საბითლო ბაზარს გულისხმობ, რა თქმა უნდა, მოლოდინი არსებობს, რომ კიდევ ბევრად უფრო მეტი ესეთი მიმწოდებელი გაჩნდება ბაზარზე. ანუ სამართლიანი ფასი რას გულისხმობს ამ შემთხვევაში? ანუ ავტომატურად იაფს გულისხმობს? სამართლიანი ფასი ზოგადად ჩვენ ვსაუბრობთ საბაზრო ფასზე. საქართველოში დღეს რა ღირს ელექტროენერგია არავინ არ იცის, გამომდინარე იქიდან, რომ გვაქვს თვიური ანგარიშწორება. სისტემისთვის აბსოლუტურად სხვა ფასი აქვს ელექტროენერგიას, მაგალითად დილის 4 საათზე და საერთოდ სხვა ფასი აქვს ელექტროენერგიას საღამოს 7 საათზე, როდესაც არის პიკური მოთხოვნა, ყველას სჭირდება ელექტროენერგია და აქედან გამომდინარე ძალიან მძიმე დატვირთვა მოდის ქსელზე მთელი ქვეყნის მასშტაბით, სადაც არის მოხმარება. არანაირი სიგნალი არ მიეწოდება მომხმარებელს იმასთან დაკავშირებით, რომ მან შეცვალოს თავისი ქცევა და იმ დროს მოიხმაროს ელექტროენერგია, როდესაც შედარებით დაბალი არის მოთხოვნა. მაგალითად, მე თუ მაქვს არეწყი მანქანა, ან თუ მაქვს ელექტრომანქანა, რომლის დატენვა შემიძლია ისეთ საათებში, როდესაც პიკური მოთხოვნა არ არის, მე ვერანაირ სიგნალს ვერ ვიღებ ბაზრიდან, რომ ასე შევცვალო ჩემი ქცევა და რა თქმა უნდა, მირჩევნია გავიმარტივო საქმე, სახლში როდესაც დავბრუნდები სამსახურიდან, შევაერთებ ჩემს ელექტრომობილს და შემდგომში უკვე დავივიწყებ, სულ არ მაინტერესებს სისტემაში რა ხდება. ეს რეალურად ძალიან დიდ ხარჯებს იწვევს სისტემის ოპერატორისთვის და ამას სისტემის ოპერატორი თავისი ჯიბიდან არ იხდის, ამას ვიხდით ყველა ჩვენთაგანი, ყველა მომხმარებელი. ეს აისახება ტარიფებში და ეს აისახება იმ საბოლოო ქვითარში, რომელსაც ჩვენ ვიხდით.
ეს ხარჯები დღეს არ არის გამჭვირვალე. სწორედ ამიტომ ვერ გრძნობენ მომხმარებლები, რომ შეიძლება დამატებით ხარჯებს იხდიდნენ ზუსტად სისტემის არაეფექტიანობის გამო, რომელიც დიდწილად გამოწვეულია მისი მონაწილეების ქცევით. ხო, ანუ რეალურად სანამ ბაზარს არ გავხსნით, ვერც ვიტყვით, ვთქვათ, გრძელვადაში საბოლოოდ ალბათ მაინც დასტაბილურდება ფასი, ყოველ შემთხვევაში ეს შეგვიძლია რომ ვთქვათ, მაგრამ ხო გაძვირდება თუ ესე ვთქვათ, გაიაფდება იმასთან მიმართებით, რის გადახდასაც ვთქვათ, დღეს ვართ მიჩვეულები, ხო? ალბათ ეს არის აი ეს გაურკვევლობაც ალბათ ფაქტორია, რატომაც პოლიტიკის დონეზეც ესე ვთქვათ, ჩერდება ეს პროცესი არ ნამდვილად. თუმცა რა თქმა უნდა, სიმულაციების გაკეთება შეგვიძლია რომ დაახლოებით ფასი განსაზღვროთ. ზოგადად სხვა ქვეყნების გამოცდილებიდან შემიძლია გითხრათ, რომ როგორც წესი, მოკლევადიან პერიოდში ფასი იზრდება, თუმცა შემდგომში უკვე გრძელვადიან პერიოდში ფასი დაბლა იწევს. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ბაზარს ხსნის, შემდგომში ფასები მაღლა იწევს და ბედის ანაბარად ტოვებს ისეთ მომხმარებლებს, რომლებიც განსაკუთრებით არიან მაგალითად მოწყვლადი მომხმარებლები, ენერგეტიკულად ღარიბი მომხმარებლები. სახელმწიფოს აქვს იმის ვალდებულება ევროპული კანონმდებლობიდან გამომდინარე, რომ დაიცვას ასეთი მომხმარებლები. სახელმწიფოს ნამდვილად აქვს იმის შესაძლებლობა, რომ თავისი სოციალური პოლიტიკის სახით მხარი დაუჭიროს ასეთ მომხმარებლებს, მათ გარკვეული შეიძლება სუბსიდიები მიაწოდოს პირდაპირ არა ტარიფის მეშვეობით, არამედ პირდაპირ გადაუხადოს გარკვეული მხარდაჭერის სქემების სახით, გარკვეული თანხები თუნდაც იმისთვის, რომ ამ მომხმარებლებმა შეძლონ თავიანთი ენერგეტიკული გადასახადების დაფარვა. აი რა არის დღეს არსებულ მოდელში, აი როგორც ნახევრად გაიხსნა, ხო, ნახევრად გახსნილია. ალბათ ეს ასე შეგვიძლია შევაფასოთ. აი დღეს არსებულ მოდელში რა არის აი ფუნდამენტურად შეუთავსებელი იმასთან, რასაც საბოლოო ჯამში ევროპის ენერგოგაერთიანება ითხოვს საქართველოსგან. პირველ რიგში ის, რომ არ გვაქვს უბალანსობის მოთხოვნა, ანუ იმ შემთხვევაში თუ ბაზრის მონაწილეებს აქვთ უბალანსობა, მათ არანაირი ვალდებულება არ ეკისრებათ, რომ შესაბამისი პასუხისმგებლობა იკისრონ ამ უბალანსობებთან დაკავშირებით, არ გვაქვს საბალანსო ბაზარი, არ გვაქვს დამხმარე მომსახურებების ბაზარი, ეს ყველაფერი არის განუყოფელი ნაწილი ევროპული ენერგეტიკული ბაზრებისა. გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ დღეს დღიური ბაზარი ქვია და გვაქვს დღიური ბაზარი, ამ ბაზარზე ნავაჭრი ელექტროენერგიის რაოდენობების აგრეგირება ხდება თვიურ ჭრილში. ანუ ჩვენ ისევ საბოლოო ჯამში თვიურად ვანგარიშობთ, ვინ რამდენი მოიხმარა და შესაბამისად ჩვენ როგორც ვთქვით, წეღან არამხოლოდ თვის ჭრილში არის განსხვავება სისტემის რეალობაში, კი ბატონო, ნამდვილად დღის მანძილზეც და ყოველ საათის შიგნითაც კი ხშირად არის განსხვავება სისტემაში არსებულ მდგომარეობაში. თუმცა ამ ეტაპზე შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ აი სატესტო ვარიანტებით სისტემა თვითონ გამართულია. ანუ რეალურად შესაძლებელი არის ვაჭრობა. ეს შეგვიძლია ვთქვათ. მე ვფიქრობ, რომ იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რასაც ვიღებთ სხვადასხვა მონაწილეებისგან, მათ შორის რა თქმა უნდა, პირველ რიგში სისტემის ოპერატორისგან, მათ ვფიქრობ, რომ აქვთ იმის მზაობა, რომ მოემსახურონ სრულად გახსნილ ბაზარს. პირველ გადადებასთან დაკავშირებით მახსოვს, რომ გამოწვევები იყო საკმაოდ მნიშვნელოვანი, რომელიც ზუსტად სისტემის მზაობას უკავშირდებოდა, თუმცა იმის შემდგომ შეფასებებში მეც ასე მახსოვს, რომ უკვე სისტემამ აღმოფხვრა პრაქტიკულად ყველა გამოწვევა და ისინი თავის მხრივ აცხადებდნენ მზაობას ბაზრის სრულად ფუნქციონირებისთვის. კარგი იქნება, რა თქმა უნდა, თუ გადამოწმდება ბოლო მონაცემებით რაიმე ხომ არ შეცვლილა, თუმცა ვფიქრობ, რომ ალბათ არაფერი მნიშვნელოვანი არ უნდა შეცვლილი იყო და ყოველ შემთხვევაში ისეთი ძიმე გარემოება არ უნდა არსებობდეს, რომ ის აღმოფხვრასაც დიდი დრო დასჭირდებოდა. სალომე, თქვენი შეფასება მინდა მოვისმინო ასევე CFD მექანიზმთან დაკავშირებით, ამ ტიპის კონტრაქტების ამოქმედებასთან დაკავშირებით დაიწყო როგორც CFD კონტრაქტები, მაგრამ მე გზაში მაინც რაღაც გარკვეული ტრანსფორმაცია განიცადა, ხომ? ამ კონტრაქტებმაც, რაც ალბათ ლოგიკური იყო, ვთქვათ, ბირჟა რომ არ არსებობს, ფასის დანახვა რომ შეუძლებელია, უფრო გამჭვირვალედ და ასე შემდეგ. სადავართ აი ამ თვალსაზრისით დღეს?
ზოგადად CFT-ის ამოქმედება და აუქციონების ამოქმედება იყო ძალიან მისასალმებელი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი, გამომდინარე იქიდან, რომ ევროპული კანონმდებლობა ითხოვს, რომ განახლებად ენერგიის წასახალისებლად არსებობდეს ისეთი მექანიზმები, რომლებიც არის გამჭვირვალე და რომელიც ხელს უწყობს ასეთი კონკურენტული ფასის დადგენას. აუქციონები ამისთვის არის, რა თქმა უნდა, იდეალური საშუალება და ძალიან კარგი ნაბიჯი იყო აუქციონების ორგანიზება, რომელიც რამოდენიმე წლის წინ მე მგონი პირველი იყო 23-ში, მეორე დასრულდა 24-ში. მათი განხორციელება, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი ნაბიჯი იყო. რაც შეეხება იმ ეტაპს, რომელიც დღეს უკვე დასრულებულია, თუმცა რაღაც მონაკვეთის განმავლობაში სამინისტრო ორმხრივ ხელშეკრულებებს აფორმებდა დაინტერესებულ ინვესტორებთან და ფასი გამომდინარეობდა ბოლო აუქციონიდან. ამასთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს არ არის საუკეთესო პრაქტიკა, რა თქმა უნდა, რადგან როგორც უკვე აღნიშნე, ევროპული მოთხოვნა არის, რომ კონკურენტული მექანიზმით უნდა განისაზღვრებდეს ფასი. ჩვენ თუ ავიღებთ ბოლო აუქციონს, როგორც საზომს, ეს საუკეთესო შედეგს არ გვაძლევს, იმიტომ რომ შესაძლებელია იმ პერიოდის შემდგომ ბევრი რაღაც შეცვლილი იყო ქვეყანაში, ქვეყნის გარეთ, ტექნოლოგიების მომწიფებასთან დაკავშირებით და ამიტომაც არის მიზანშეწონილი, რომ კონკურენტული პროცესი არსებობდეს. ახლა უკვე დასრულებულია ეს პროცესი, საკმაოდ მოკლე პერიოდის განმავლობაში ხდებოდა ასეთი ორმხრივი ხელშეკრულებების გაფორმება. ჩვენ რა ინფორმაციაც გვაქვს სამინისტროსგან არის, რომ ისინი უარს არ ამბობენ აუქციონებზე, სამომავლოდაც გააგრძელებენ, მაგრამ არ არის ცნობილი შემდგომი აუქციონების თარიღი. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის ინვესტორებისთვის, რომ მათ ჰქონდეთ გარკვეული სწორი მოლოდინები, იგივე თუნდაც პერიოდულობასთან დაკავშირებით და მათ წინასწარ ჰქონდეთ ინფორმაცია, თუ როდის იქნება შემდგომი აუქციონი გამოცხადებული, დაახლოებითი თარიღების შესახებ მაინც რომ ჰქონდეთ ინფორმაცია, თუმცა საბოლოოდ შემიძლია ვთქვა, რომ ძველი მექანიზმებიდან აუქციონზე გადასვლა ნამდვილად ძალიან კარგი პროგრესი იყო საქართველოსთვის. სახელმწიფოსთან პირდაპირი კონტრაქტები, ხომ? ეს არის, ესე ვთქვათ, ეს PPA მექანიზმი, რომელიც არ მოწონს სარცაველი ტოფონს და როგორც ჩანს ახლა რაც მოგისმინეთ, არც ენერგოგაერთიანება არ არის აღფრთოვანებული ამ PPA კონტრაქტებით. თუმცა რა არის რა უნდათ ინვესტორებს, ეს თუ გაქვთ შესწავლილი, უცხოელ ინვესტორებს, ადგილობრივ ინვესტორებს, იმიტომ რომ მათგან გვსმენია ჩვენ ლოგიკა იმასთან დაკავშირებით, რომ PPA კონტრაქტები შეიძლება იყოს, ესე ვთქვათ, ამ ტიპის ენერგეტიკული ბაზრის მოწყობის გათვალისწინებით, რაც საქართველოს აქვს, საკმაოდ ეფექტური მექანიზმი. ზოგადად ალბათ ინვესტორების გადმოსახედიდან უფრო მისაღებია ასეთი პრაქტიკა, იმიტომ რომ მათ აღარ უწევთ კონკურენტულ აუქციონში მონაწილეობა და შეუძლიათ რომ უკვე წინასწარ განსაზღვრული ფასით ისარგებლონ და ჩემთვის აბსოლუტურად ლოგიკური არის რომ ინვესტორს ასეთი მიდგომა ერჩივნოს. თუმცა ამავდროულად ჩვენ თუ შევხედათ ევროპულ პრაქტიკას, CFD და ასევე კორპორატიული პირდაპირი ხელშეკრულებები არის ის ორი მექანიზმი, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს განახლებადი ენერგიის წასახალისებლად. CFD-ის შემთხვევაში აუქციონებმა დაგვანახა, რომ ძალიან დიდი ინტერესი იყო ინვესტორებისგან, შესაბამისად ეს მგონია, რომ ძალიან ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ინვესტორთა დაინტერესება არსებობს, შესული განაცხადები ორივე აუქციონის შემთხვევაში ბევრად აღემატებოდა გამოცხადებულ სიმძლავრეს და მგონია, რომ ძალიან ცხადად ჩანს ამ შემთხვევაში რა უნდათ ინვესტორებს, ფაქტია, რომ მათთვის მისაღები იყო CFD-ის და აუქციონის პირობები. ასევე აი ამ ტიპის კონტრაქტები ხომ არ ქმნის, ვთქვათ, იმ ტიპის სტაბილურობას ინვესტორებისთვის, აქ უკვე კონკრეტულად უცხოელ ინვესტორებს გულისხმობ, რასაც მათ, ვთქვათ, აკლებს იგივე ბიზნეს გარემო, ხო? იმიტომ რომ თქვენ ეხებით, ესე ვთქვათ, ისეთი ტიპის დარგს, რომელშიც რთული არის ინვესტირება, მათ ეს რბილად ვთქვათ, ხო? ანუ ამის მაგალითი არის ყველა მსხვილი ჰესი, რომელზეც ვთანხმდებით, რომ საქართველოს სჭირდება, მაგრამ რაღაცნაირად არ გამოდის, ხო? ნენსკრა, ნამახვანი, ხუდონს არც ვახსენებ. ხო, ანუ აი
ესეც ხომ არ არის გამოწვევა, ანუ მიზეზი ესეც ხომ არ არის და თუ ეს არის მიზეზი, ენერგოგაერთიანებას რამდენად აქვს იმის უფლებამოსილება, რომ თქვათ რეკომენდაციები რაღაც ამ ნაწილშიც გასცეს, რომ ინვესტორები იყვნენ გარკვეულწილად დაცულები, ესე ვთქვათ, მათ შორის კონტრაქტის დონეზეც და კონტრაქტის აღსრულების დონეზეც საქართველოში. ამ შემთხვევაში, პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ ეს ვალდებულებები გამომდინარეობს ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობიდან, რომელიც საქართველოს ნებაყოფლობით აიღო, რომ ვალდებულება რომ შეესრულებინა. ამავდროულად, რაც შეეხება განსხვავებას ამ ორ მექანიზმს შორის, რეალურად განსხვავება არის მხოლოდ იმ ნაწილში, როგორ ენიჭება ის უფლება. ანუ ორივე შემთხვევაში ფორმდება CFD, Contracts for Differences, ანუ ფასთა შორის ხელშეკრულება, საბოლოო შედეგი ზუსტად იგივე დგება ინვესტორისთვის, მაგრამ როგორ მოიპოვებს ამ უფლებას ინვესტორი, ამაში არის სხვაობა. პირველი არის აუქციონის მეშვეობით, რომელიც იმას უზრუნველყოფს, რომ ფასები მაქსიმალურად დაწუროს და რეალურთან მიაახლოვოს და მეორე არის, როდესაც პირდაპირ აცხადებს სახელმწიფო, ამ შემთხვევაში მაინც კარგი ნაბიჯი იყო ნამდვილად, რომ აუქციონის შედეგად განსაზღვრული ფასი გამოიყენეს, მაგრამ როგორც აღნიშნე, მიზანშეწონილი არის, რომ ყოველ ჯერზე აუქციონის მეშვეობით განისაზღვრებოდეს ფასი, რადგან შესაძლებელია ფასი იყოს გამჭვირვალე და რეალურად განახლებადების სექტორში ძალიან სწრაფად იცვლება სიტუაცია. ფასი იგივე თუნდაც მზის ბატარეებზე უსწრაფესად ჩამოვიდა ქვემო, თუ ასევე თვითონ მზის პანელებზეც ძალიან სწრაფად ჩამოდის ქვემოთ. ეს ყველაფერი რომ აისახოს ფასებში, აუცილებელია რომ ამიტომ ჩატარდეს აუქციონი. როგორც ვთქვი, საბოლოო შედეგი ბიზნესისთვის დგება იგივე. იგი აფორმებს ხელშეკრულებას, რომელიც უზრუნველყოფს, რომ აუნაზღაუროს განსხვავება იმ ფასთან, რაც დადგა ბაზარზე. შესაბამისად, ინვესტორი გარანტირებულად იღებს თანხას და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იგივე თუნდაც CFD მექანიზმები არსებობდეს, რადგან საკმაოდ რთულია განახლებადი ენერგიის პროექტებისთვის დაფინანსების მოპოვება და პრაქტიკულად თქმის შეუძლებელი იქნებოდა კიდეც ბანკებისგან მათ რომ მიიღოთ სათანადო დაფინანსება ასეთი მექანიზმების გარეშე. ანუ ნამდვილად სახელმწიფო ამას უნდა ახორციელებდეს და როგორც თქვი, სხვაობა არის მხოლოდ და მხოლოდ უფლება როგორ მიენიჭება ამაში. კი, და ბიზნეს გარემოს ნაწილშიც, ანუ სად მოდიან ეს ინვესტორები, ხო, იმიტომ რომ თქვენი, ესე ვთქვათ, საქართველოსთან მუშაობის ერთ-ერთი მთავარი, ესე ვთქვათ, შედეგი არის მათ შორის ისიც ალბათ ინვესტორები რამდენად დაინტერესდებიან ამ ქვეყნით და საბოლოო ჯამში, ესე ვთქვათ, რამდენად ათვისებულ, განვითარებულ ენერგორესურსებს და დივერსიფიცირებულ ენერგორესურსებს მიიღებს ქვეყანა, ხო? თქო, და ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ ქვეყანას კონდეს გამართული სექტორი, რომელიც მუშაობს საბაზრო პრინციპებზე და რაც შემდგომში ბუნებრივად ითარგმნება ინვესტორების დაინტერესებაში. ზოგადად საინვესტიციო კლიმატის პრობლემა არ არის მხოლოდ საქართველოში. საქართველოს თავისი უნიკალური გამოწვევები აქვს, მაგრამ ასეთივე უნიკალური გამოწვევა აქვს ყველა ქვეყანას. იგივე თუნდაც ევროპის შემთხვევაში, სადაც ერთი პერიოდი განახლებადების ფასმა ძალიან დაიწია, თუმცა არსებობს გარკვეული მექანიზმები, რაც უზრუნველყოფდა შესაბამისი ინვესტორების მიერ შემოსავლის მიღებას. იგივე თუნდაც bankability-თან დაკავშირებით, რომ მიიღო დაფინანსება, კი ბატონო, გამართულია. ზუსტად, ამას ეს მარტო საქართველოს პრობლემა არ არის, ზოგადად განახლებადი ენერგიებში არსებული პროექტების გამოწვევა არის ეს ყველა ქვეყანაში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი მექანიზმების არსებობა და დაგეთანხმებით, რომ ზუსტად საინვესტიციო კლიმატი იქნება ეს საქართველოში არსებული კლიმატი თუ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში გარკვეულწილად აი ამ გამოწვევებს აკომპენსირებს CFD მექანიზმის არსებობა. დღეს აი უნიკალური გამოწვევებიო თქვით და დღეს ასე ვთქვათ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მართლა უნიკალური გამოწვევა არის ის, რომ ევროკავშირის შეფასება არის, რომ ქვეყანა შორდება თავად ევროკავშირს ძლიერებულებებში და პოლიტიკის დონეზე ზოგადად. ეს თქვენთვის არის თუ არა რაიმე გამოწვევა, როგორც კონკრეტულად ევროპის ენერგოგაერთიანებისთვის თანამშრომლობის თვალსაზრისით საქართველოსთან?
ქმნის თუ არა რაიმე ტიპის უხერხულობებს მოდით პირდაპირ ზოგადად როდესაც საქართველოს ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას, იქ ჩამოწერილი იყო რა ვალდებულებები უნდა შეესრულებინა ქვეყანას, რომელ სექტორში და რა ვადაში. ენერგეტიკის სექტორში პირდაპირ იყო მითითებული, რომ თუ საქართველოს გარკვეულ ვადამდე გახდებოდა ენერგეტიკული გაერთიანების წევრი ქვეყანა, ყველა ეს ვალდებულება, მათი შინაარსი, მათი შესრულების ვადები უკვე დარეგულირდებოდა უშუალოდ ენერგეტიკულ გაერთიანებასთან ურთიერთობით. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ შემთხვევაში ვაგრძელებთ ჩვეულებრივ რეჟიმში ურთიერთობას საქართველოსთან. ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ ქვეყანამ შეძლოს რეფორმების განხორციელება და რომ მიიღოს გამართული სექტორი, რომელიც იქნება კონკურენტული, სადაც მომხმარებელი იქნება უფრო გაძლიერებული და უფრო მეტი შესაძლებლობა ექნება. ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერა საქართველოსთვის ეს გრძელდება. ახლა ეს დასკვნა გამოვიტანე თქვენი პასუხიდან, რა არის ძირითადად რა მიმართულებებით და როგორ ეხმარებით საქართველოს? რა თქმა უნდა, გრძელდება ტექნიკური თანამშრომლობა, წელს რამოდენიმე საინტერესო მიმართულება გვაქვს. ერთ-ერთი მაგალითად არის თვითმოხმარებასთან დაკავშირებით მხარდაჭერა იმისთვის, რომ მომზადდეს სათანადო კანონქვემდებარე აქტები. ასევე გათვალისწინებული არის მაგალითად ბიოსაწვავის გამოყენების ხელშეწყობა ქვეყანაში და ერთი ძალიან საინტერესო მიმართულება არის ელექტრომობილების დამუხტვასთან დაკავშირებით. ზოგადად ელექტრომობილები დამუხტვა საკმაოდ დიდ გამოწვევას წარმოადგენს სისტემებისთვის და ჩვენი მიზანი არის, რომ ქვეყანას დავეხმაროთ იმაში, რომ მან ქსელი მოამზადოს, სისტემა მოამზადოს და ასევე სათანადო რეგულაციები ჰქონდეს იმისთვის, რომ მასშტაბურად მოხდეს ელექტრომობილების ათვისება ქვეყანაში. რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ტემპი გაიზარდოს აი ამ ჰარმონიზების და არ დაგჭირდეს აი ეს გეპები, ხო, თუნდაც ორწლიანი, რაც ვთქვით, კონკრეტულად ენერგეტიკულ ბირჟასთან დაკავშირებით. ბირჟასთან დაკავშირებით ვფიქრობ, რომ სწორედ იმ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რომელიც ვახსენე, მუშაობა უნდა უფრო ინტენსიური გახდეს და მგონია, რომ ამ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ყველა შესაძლებლობა გვაქვს იმისთვის, რომ უზრუნველყოთ უკვე 2 წლის შემდგომ, რომ ამოქმედდეს ბირჟა და ასევე საბალანსო ბაზარი იმ სახით, რა სახითაც თავსებადი იქნებოდა ევროპულ მოთხოვნებთან.